დღეს აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას დაბადებიდან 151 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან დავით მორგოშიასთან ერთად თბილისში აფხაზი მწერლის ძეგლი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. დიმიტრი გულიას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული და აფხაზური საზოგადოებების დაახლოების საქმეში. მის სახელს უკავშირდება აფხაზური ანბანის შექმნა. გულიამ არაერთი მნიშვნელოვანი ქართული ნაწარმოები თარგმნა აფხაზურ ენაზე, მათ შორის შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. უმნიშვნელოვანესი იყო დიმიტრი გულიას ღვაწლი ქართულ-აფხაზური საზოგადოების ერთმანეთთან დაახლოების კუთხით. სამაგალითო იყო მისი მოღვაწეობა, რამე თუ ყველამ ვიცით, რომ იგი ეთნიკურად აფხაზი იყო და ძალიან კარგად იცოდა თუ რა მნიშვნელობა ეკისრებოდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენს აფხაზ და-ძმებთან ერთად ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და ჩვენი ეს ურთიერთობა იქნება სამაგალითო, რამე თუ დიმიტრი გულიასნაირი ხალხი არის ფუძემდებელი ამ ურთიერთობის. დიმიტრი გულიას როლი და ღვაწლი ნამდვილად დიდია ქვეყნის წინაშე. მან პირველად თარგმნა აფხაზურ ენაზე ვეფხისტყაოსანი, ასევე დააფუძნა პირველი აფხაზურენოვანი ბეჭდვითი მედია აფსნი და ასევე იყო აფხაზური ენისა და ლიტერატურის აკადემიის თავმჯდომარე. მისი ღვაწლი ნამდვილად გადაეცემა თაობებს